აი მეშვიდე ღამეა და მაინც ხალხი ძალიან ბევრია. мотивация თქვენს ფაქტია რომ გაქვთ აღსასრულად. აი რა გაცლებთ ამ мотивაციას. რა არის ძალიან საინტერესო რაღაც ხდება მეშვიდე დღეა და კოცა ხელისუფლებამ მოღალატე ხელისუფლებამ 7 ნოემბერი მოგვიწყო რა. და ეს ასე გაგრძელდება მე ვფიქრობ იმიტომ რომ ისინი უკან დამხევები ჯერჯერობით არ არიან. ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამოსვლა, დადგომა ერთად და თქმა ამათვის რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი განვითარება, მშვიდობიანი ქვეყნის მოქალაქეობა და აუცილებლად აი ამას მივახცევთ რა. ჩვენი ევროპული პერსპექტივა არის უალტერნატივო. მინდა უთხრა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. მე პირადად ორი შვილის მამა, ჩემს მეუღლესთან, ჩემს ძმასთან და ჩემს შვილებთან ვდგავარ აქ და ვიდგები ბოლომდე. ბოლომდე სანამ საქართველოს საბოლოოდ არ გაიმარჯვებს ამ რუსულ რეჟიმზე. თქვენ ყოველდღე გამოდიხართ. თქვენი აღქმა როგორია დღეს მეტია? ყოველდღე მატულობს თბილისში ხალხი, დღეს უფრო მეტია მიუხედავად იმისა, იმ დარბევებისა, იმ აყვანებისა, თქვათ, აი რამდენიმე ადამიანი აიყვანეს, აქტივისტები აიყვანეს, ჩვენი თანამებრძოლები. მიუხედავად ამისა, ხალხი უფრო მეტად გამოდის, ხალხი უფრო მეტად იმუხტება იმ დიდი სრულილებების სურვილით, რაც აუცილებლად თავის შედეგს მოიტანს და საქართველოს გავა სამშვიდობოს. ძალიან დიდი მადლობა.